მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღოთ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი იბერია ფლორა. პირველი მატჩი იბერიამ გასვლაზე 3-2 მოიგო და ხვდებით ხო დღეს რა მაგარი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, დეტალურად განახევთ ყველაფერს, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ხო უნდა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, რომ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ეს ვიდეო და დაწევთ კომენტარები. ესე დაეხმარებთ ახს, რომ მალე ავიდეთ 10,000-ზე. დავიწყეთ, ფეხბურთის დროა. ახლა მივდივარ სტადიონზე, თამაშამდე არის დარჩენილი 2 საათი და იმედი მაქვს დღევანდელ თამაშზე ბევრი გულშემატკივარი მოვა. ეგა მეგობრებო, აკრედიტაცია ავიღეთ, ახლა წავიდეთ ბიჭებს დავხვდეთ. გასვით მატჩზე ძალიან კარგი თამაში ანახა გუნდმა. თამაშის წინ მაგაზე, ანუ რამოდენიმე დღით ადრე მაგაზე იყო საუბარი, ახალი მწვრთნელი ყავს გუნდს, შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთოს, მაგრამ გუნდმა ანახა, რომ შეუძლია თამაში 3-2 მოიგო გასვით და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არის და საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. შენი ემოციები მითხარია, შენი ემოციები უფრო მაინტერესებს. ეცღერ როგორც მეგობარს გეკითხებ, მოხდები ესე ოფიციალურად არა? გამიმარტივება მეც ეს რეჟიმში საუბარი, მეგობრულად ვისაუბროთ, გავცვალოთ აზრები. კი, ხშირი არის კრიტიკა და იმედი გაცვლებული არის გულშემატკივარი მესმის მართლა შევდივარ მათ მდგომარეობაში და როგორც გულშემატკივრის პოზიციიდან ბევრი პრობლემა ჩანს და მართლა ვალში ვართ მათთან. უცვლად ვიძახი ამას. როგორც მეც ერთ-ერთი ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, იმედია ბოლომდე მივიყვანთ. იმედი არა. მივიყვანთ ბოლომდე, მივიყვანთ. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. გავახარებთ ქართულ ხალხს და მხოლოდ შედეგი არ არის, მგონია რომ ქართულ ხალხს უნდა შევთავაზოთ ხარისხი, ლაღი, სწორი ფეხბურთი, რომ სიამოვნება მიიღონ. როდესაც მოვლენ და გაუჩნდეთ სურვილი, შემდეგ თამაშდეთ დაუჭირო მხარი ჩვენს გუნდს. რაც შეეხება იქ თამაშს, რომელიც ჩავატარეთ ტალინში, გუნდი სრულად მობილიზებული იყო. ის პასუხისმგებლობა რაც ჰქონდათ, ყველა აღიქვა, დაწყებული ფეხბურთელებიდან, სტაფიდან, მენეჯმენტიდან, დამთავრებული გულშემატკივრით და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ იქ არ ვიყავით 11-ნი, მე-12 მოთამაშე. შეგაგავთ ხო ეგ მომენტი, ხო ბევრი გულშემატკივარი ჩვენ ვცდილობთ შევიძინოთ ერთგული გულშემატკივარი, ზართული არის, როდესაც გიწევს ცარიელ ტრიბუნებზე თამაში და თუნდაც ის რაოდენობა რაც არის და საკმარისი რაოდენობაზე მეტი იყო ჩემი აზრით, როდესაც გასვლაზე თამაშობ. მინდა ყველა იმ გულშემატკივარს, ყველა ქართულ პატრიოტს, ემოციურიც იყო, ბევრი ემიგრანტი იყო და ძალიან დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ხორო, გასვით მატჩზე იყავი? როგორი გუნდია? ესე იგი, მე ვიყავი გასვით მატჩზე, მეგობრებო, ესტონეთში ვიყავი და ეს არის როგორი გუნდი, იცი, როგორც ესპანეთში არის ბილბაო რა. მარტო ესპანელი ფეხბურთელები რო ყავთ, ამათაც მარტო ესტონელი ფეხბურთელები ყავთ და ეგ ძალიან მომეწონა პირველ რიგში და პროსტა თამაში დაიწყო თუ არა ეტყობოდა რა კოჭებში, როგორც თამაშიც წავიდოდა რა, თავიდანვე უპირატესობა რომ მოვიპოვეთ. ეგ იყო კარგი რა. გარდამტეხი ვერ იყო, იმიტომ რომ 2-0-დან 2-2 გახდა. და კაც გაგდებულები იყვნენ თან, მაგრამ მაგ მომენტში რო იცოდე ჩემო დავით, ჩვენც 10 კაცით ვიყავით მოიგონდა. ანუ აი ეს მიდგომარმა საქართველოში ფლორა და მაგათ გავცდებით, ეგრე არ არის. არ არსებობს, არც ერთი გუნდი ეგეთი არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე რა. ვიც უყურებს ხოლმე და თვალს ადევნებს. აი ხა მსოფლიოზე რომ მომენტუმები რო დაამატეს და აი მომენტუმი რო აქვს ერთ გუნდს და ერთი პატარა მომენტუმი რო აქვს რაღაცა გუნდს და всё, ჩვეულებრივად დაისჩები რა. პატარა მოვდუნდით
და კი ნახეთ 0-2-დან 2-2 იყო ანგარიში და მე კიდე კაი ეგრევე გოლი გავიტანეთ. ამიტომ დღესაც აუცილებლად აი ეს არ გამოვა, რომ აი მოვიგეთ და რა წავიდა ბიჭებო, საქმე ბოლომდე ამისაყვანი. ოპა! უიმე რა ბურთია იყო. სწაული ბურთია. და! გოლი! ენაცვალე! ეს გოლი ძალიან გჭირდებოდა ახლა. ეგა, მე-13 წუთზე გოლი გავიტანეთ, ახლა უკვე სხვა თამაში წავა. ეს გოლი ძალიან გჭირდებოდა. აუ გენაცვალეთ რა, აი მაგარი ბიჭები ხარ. ეხლა არის 28 წუთი მეგობრებო და იბერია რა მაგარ ფეხბურთს თამაშობს. რა ვიცი. შემდეგი ეტაპი უკვე არის სლოვანი. სლოვანთანაც ასე თუ ითამაშეს თავისუფლად მოუგებთ სლოვანს და აი ესეთი ფეხბურთი თუ ითამაშა იბერიამ დარწმუნებული ვარ რომ სლოვანსაც მოუგებს. ოპა! არა კაი იყო! ორით 0 ეს უკვე სხვა დონეა რა. აი ესე ფეხბურთი, რასაც იბერია თამაშობს ახლა. ძალიან მაგარ დონის ფეხბურთს თამაშობენ. ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ და ძალიან მაგარი ბიჭები ხარ. დიდი ბიჭო! ეთყობა საათ ჯარმებია კათიშული ახლა რა ვიცი. მეგობრებო, პირველი ტაიმი მორჩა იბერია იგებს 2-0-ს სასწაულ ფეხბურთს თამაშობენ რა. ესეთი იბერია მე არ მახსენდება, ესე მაგრად თამაშობდნენ, ესე იყვნენ კონცენტრირებულები. რა ვიცი, კიდევ რამდენი მომენტი გქონდათ, კი ნახეთ რა ვიდეოში. ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს იბერია და არაფერს არ დავამატებ. უბრალოდ ხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაწევოთ კომენტარები. ორ-0-ს ვიგებთ, მეორე ტაიმი რა უნდა იყოს. ეხლა უნდა ვუყუროთ და ვის სიამოვნოთ ფეხბურთით ორმაგად. ვაიმე! ვაიმე რა
გოლი შეაგდო! რა გოლი შეაგდო! სასწაული გოლი შეაგდო. ვაიმე, მართლა რა. რა გოლი გაუხდა რა. კარგი, ამდენ ყვილობრივად თუ ვიყვირე. თამაშგარე იყო, რამდენი ვიყვირე რა. კაი, ახლა მაგ გოლის გაუქმება იქნებოდა ახლა, მაგარი გოლი შეასრულა. მეცხრე წუთზე გოლი გაგვიტანეს, გახდა 2-1. და მე ძალიან წყნარათა ვარ, მე რა რომ გაგვიტანეს, არც არაფერს არ ვამბობ საერთოდ. 2-1 ჩვეულებრივად. გოლის შემდეგ ფლორა ძალიან გააქტიურდა უკვე რამოდენიმეჯერ რაღაც მომენტი ჰქონდათ. უკვე ისე არის არა თამამად აკონტროლებს გულს და მე არ მომწონს, იმიტომ რომ ბოლომდე თუ თამაშობ ბოლომდე უნდა იყო ჩართული და რაღაცნაირად ახლა იბერიას ფეხბურთელები რაღაც მომენტში ამოვარდნენ თამაშის რიტმი და რაღაცნაირად ამოვარდნენ და იმედი მაქვს ახლა დაალაგებენ ისევ და ისევ ფეხბურთს ითამაშებენ რასაც თამაშობდნენ აქამდე. ეს პატარა კრიტიკა რა, საჭირო არის ახლა ყველაფერი მაგრად ვერ იქნება. მეტრიან დაინიშნა ჩვენ კარებში და გაგვიტანეს 2-2 გახდა. აი ამას გეუნებოდით რა, სხვანაირად კი არ ვამბობდი. აი ეს არის რა. მაგარი პირველ ტაიმის მერე დაიწყო იბერიამ და აი რაღაცნაირად ამოვარდნენ რა იმ რიტმიდან რა რიტმშიც იყვნენ. რა დაემართათ, აი არ ვიცი. ეს 5 წუთი აუცილებლად უნდა გავწვო. დაასრულა! ვაიმე! აუ 92 წუთზე რა მომენტი იყო. გასატანი მომენტი იყო, ვაღიაროთ გასატანი მომენტი იყო რა. ეგა მარჩა! პირველ რიგში მინდა უთხრა მადლობა ყველას გულშემატკივრებს, ვინც დღეს მოვიდა და ესეთ ავდადებით გვიქოვმაგა. ძალიან იმოქმედა ამ ჩვენზე და შედეგიც გამოიღო ამ ყველაფერმა რა. რაც შეეხება თამაშს, წინა თამაშის ესე პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. ნუ მეორე ტაიმზე რაც შეეხება, არ ვიცი, ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს აშკარად, იმიტომ რომ უკვე მეორეჯერ მოხდა ესეთი რაღაც, რომ პირველ ტაიმს კარგავ თამაშობთ, მეორე ტაიმს ცოტა გვიჭირს. ასე რომ ვიმუშავებთ კიდე და გავაგრძელებთ, რაც თავარია შემდეგ ეტაპზე გავედით და შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს ყველაფერს. პირველ რიგში ძალიან დაღლილი ვარ, ყველანაირად ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ძალიან რთული თამაში გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი სრული დომინაცია მოვახდინეთ ჩემი აზრით და ალბათ გულშემატკივრის აზრითაც 2-0 მოვიგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო.
ძალიან მიხარია რომ გავედით, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი უდიდესი პრობლემა არის მეორე ტაიმში იგივე ტემპის დაჭერაც პირველ ტაიმში გვიჭირავს. გასთავარე გავედით შემდეგ ეტაპზე, გამოსასწორებელი გვაქვს ბევრი რაღაც, ამით არ დაკმაყოფილდებით, რა თქმა უნდა, ეხ ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ დიდი ხანია ქართულ გუნდს არ გადაულახავს პირველ ეტაპი, მაგრამ შევეცდებით რომ ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და ყველა მეორე ტაიმი ისე ვითამაშოთ როგორც პირველი და რაც შეეხება გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი ატმოსფერო შექმნეს როგორც აქ, როგორც ისევე წინა თამაშზე ესტონეთშიც და რავი მადლობა და იმედია რომ ამის შემდეგ უფრო მეტი ხალხი მოვა და ჩვენც უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. პირველ რიგში მადლობა გულშემატკივერებს თითოეულ მაგას ვინც მოედანზე იყო და მხარს გუჭერდა როგორც თბილისში ასევე ტალინში გასვლით თამაშზე და მადლობა ბიჭებს თითოეულ ჩვენთაგანს რომელმაც ეხლა ალბათ მემჩნევა რომ ძალიან ემოციურად ვარ ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა გაიღეს რომ აქამდე მოსულიყავთ პირველ რიგში და რაც ამის შემდეგ იქნება უფრო მეტ ძალას გავიღებთ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ხორო გუნდის წევრი ხარ ვიდეო დასაწყისში ვისაუბრეთ და მითხარი რა შენი ემოციები პირველ ტაიმი ძალიან მაგარი იყო მეორე ტაიმში ბიჭებმა აურიოს სიმართლე ვთქვათ მაგრამ საქმე ბოლომდე მივიყვანეთ შენი ემოციები მითხარი კი ბატონო ეგ რაც წინა თამაშზე დაგვემართა დაახლოებით იგივე დაგვემართა ეხლაც და კინაღამ ძალიან ზვირად დაგვიჯდა რა და მაგაზე დარწმუნებული ვარ ეხლა მწვრთნელიც აუცილებლად დაელაპარაკება ბიჭებს და ისვავს კარგად აუხსნის რა იყო შეცდომა რა იყო კარგი და ვფიქრობ რომ სლოვან ბრატისლავასთან მსგავსი რამე რომ დაგვემართოს ისინი არ გვაპატიებენ რა უფრო მაღალი დონის გუნდია რა და ფლორასთან ეხა რაღაცნაირად ისე მოხდა რომ კიდე კაი რაღაც მესამე გოლი ვეღარ გაიტანეს იმიტომ რომ მომენტუმი მართლა ჰქონდათ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ იმით რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შენც და აბსოლუტურად ყველას ველოდები სტადიონზე რაც უფრო მეტრი მიქრებით მით უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებენ ბიჭები და მით უფრო იმას იზავენ, რა ქვია, მოიგებენ თამაშს. მეგობრებო, მორჩი გადაღებას. კარგი დღე გამოვიდა ბიჭებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ყველაფერი, რომ პირველ ტაიმში ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშეს, მეორე ტაიმში რაღაცა აურიეს, ის ფეხბურთი ვერ ითამაშეს, რაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ არა უშავს, ყველას გილოცავთ. შემდეგ ეტაპზე ვარ და შემდეგი ჩვენი მოწინააღმდეგე არის სლოვანი. ძალიან კარგი გუნდია და რავი, მე ბიჭებს მჯერავს რა, იმიტომ რომ პირველ ტაიმში როგორ ფეხბურთს ითამაშეს, სლოვანთან ეგეთ ფეხბურთი რომ ითამაშონ, მაგ ეტაპსაც გადავლახავთ ძალიან ადვილად. ადვილად არა, მაგრამ გადავლახავთ. თხოვნა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწეროთ, გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. დროებით